შეერთებული შტატების დღევანდელი და მომავალი ადმინისტრაცია არ ესაუბრება ქართულ ოცნებას, როგორც რუსული ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოში. ისინი არ ცნობენ მათ არჩევნებს, მოპარულ არჩევნებს და ისინი ორივე ადმინისტრაცია მხარს უჭერს ქართულ ხალხს. ჩვენთვის დიდი პატივია კონგრესმენების მოწვევით გვაქვს საშუალება დავესწროთ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას, რომელიც გაიმართება აი სწორედ აქ და ასევე ძალიან დიდი პატივია ის შეხვედრები, რომელიც ქონდა და რომელიც გველოდება მომავალში. ეს არის ძალიან საქმიანი შეხვედრები და მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ქართული ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს სასიკეთოდ იქნება მოტრიალებული. ჩვენ რა თქმა უნდა ველოდებით, რომ ახალი ადმინისტრაცია, რომელიც დაკომპლექტებულია კაშკაშა ვარსკვლავებით ბიზნესიდან, პოლიტიკიდან, ეს ადმინისტრაცია კიდევ უფრო დიდ ხარდაჭერას გაუწევს ჩვენს ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ჩვენს სახელმწიფოს იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს მოიპოვოს თავისი დამსახურებული ადგილი ცივილიზაციულ სამყაროში, ევროპულ ოჯახში, იმისათვის, რომ შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა მართლაც ავიდეს ახალ დონეზე, ეს ყველაფერი მოხდება ახალი არჩევნების ჩატარების შემდგომ, რაც შეეხება დღევანდელ დე-ფაქტო რეჟიმს, ის არის კეთროვანი ძალა, ის არის ძალა, რომელიც ემსახურება კრემლს, არ ემსახურება ქართული ხალხის ინტერესებს, რომელიც მზად არის, რომ გააწიროს ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესები თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ასეთ ძალას, როგორც წესი, ცივილიზებული სამყარო არ ელაპარაკება.